მოვედი იოსკას სასამართლოზე და რაღაც შეუცვლიათ წესები, თურმე თუ თან არ გაქვს პირადობა, მოკლედ აღარ გიშვებენ რომ იცოდეთ აწი და მანამდე ვიდრე იოსკას განეჩას დავალოდები, მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემი მოსაძრება. მაშინ როდესაც მაკო გომურმა გააკეთა განცხადება, რომ მე ჩემი ბრაზით, ჩემი წყენით, ჩემი ცალი თვალით ვდგევარ აქ რუსთაველზე, გიორგი გახარიას გვერდით, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანას დღეს ასე სჭირდება და დღეს ჩხუბის დრო არ არის და დღეს კინკლაობის დროს არ არის და ფოკუსი უნდა გავასწორო და მტერი არის ბიძინა ივანიშვილი, ეს იყო სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია. მაკო გომური დადგა საკუთარ ძალიან ობიექტურ წყენაზე, ბრაზე მაღლა და დადგა თვითონ კი არა, დააყენა მისი ქვეყანა. და მე მაკო გომურზე ჩემი წარმოდგენა ასჯერ უფრო მეტად ამაღლა და ეხლა საკუთარ წარმოდგენებს თავს არ მოგახავთ. მე ვთვლი რომ კი ყოველთვის ჩვენ ვამბობთ რომ კი პოლიტიკური პატიმარია ნებისმიერი ადამიანი. აი მაგალითად არის დავა ძალიან ხშირად არის თუ არა უჩა პოლიტიკური პატიმარი. და სხვათა შორის მშობლებში აზრთა სხვადასხვაობა ამაზე. ძალიან ბევრი ფიქრობს რომ არის პოლიტიკური პატიმარი. მე ვფიქრობ რომ უჩა პოლიტიკური პატიმარია. იმიტომ რომ აბაშიძეს გულისხმობ, იმიტომ რომ ამ პირობებში, ამ რეალობაში უჩა სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა ჩამოერთვა. და მაშინ, როდესაც სამართლიანი სასამართლოს, არა მურუსიძის, არამედ სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა ექნება, იქ, როდესაც ის გაარკვევს თავის ამბავს, თავის პოზიციას, მაშინ გამოტანილი განაჩენი იქნება სწორი და პოლიტიკური დევნისგან დაცლილი. დღევანდელ რეალობაში მიხეილ სააკაშვილი მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ხართ თუ არა მისი ამომრჩეველი, არის პოლიტიკური პატიმარი, იმიტომ რომ მურუსიძის სასამართლოს პირობებში მას სამართლიანი სასამართლოს უფლება და შესაძლებლობა უბრალოდ არ ქონია და გვახსოვს კაცო ჩვენ ღარიბაშვილის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი რომ არ პოლიტიკის გარო პოლიტიკიდან რო წასულიყო, მას არავინ დააკავებდა. ანუ ამაზე მეტი ღია განაცხადი როგორ შეიძლება არსებობდეს და საერთოდ რაზე ვდაობთ, ხო? აქ ხო იმაზე არ არის ჩვენ ვინ მოგწონს და ჩვენ რა მოგწონს. მათ შორის ჩემ პატივისცემა ამ ადამიანებს მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მართლა საზმაუს მარშმა აი დაუღლელები არიან და ძალიან საჭირო ძალა არიან ამ პროტესტისთვის, მაგრამ მითხრა ის, რომ შენ პირადად გააქვს ესეთი შეხედულება, შენ პირადად არ მოგწონს, ანუ არ ახარ მაკო გომური. ანუ შენ არ აყენებ სახელმწიფოს შენ პირად წყენებზე მაღლა, არ აყენებ ქვეყნის ინტერესებს შენ პირად წყენებზე მაღლა. ეს არის აქ საკითხი, თორე თუ მაგალითად დაბადების დღეებს ვიხდით, თუ მაგალითად რაღაცა ჩვენი პრივატული ივენთები გვაქვს, თუ მაგალითად ჩვენი რაღაცნაირი აქციები გვაქვს სადღაც ეზოში და ჩვენია და არ ეხება რაღაცა აი ამ დიდ და მნიშვნელოვან ბრძოლას, მაშინ რა თქმა უნდა ხელმძღვანელობთ ჩვენი პირადი გადაწყვეტილებებით. მაგრამ როდესაც საქმე ეხება აი ამ ხელა ბრძოლას, აი ამ ხელა მასშტაბს, სადაც ყველანი ვართ ხელი-ხელ ჩაკიდებულები, მოგწონს ერთმანეთი თუ არ მოგწონს, ხოლმე დარწმუნებული ვარ ნახევარზე მეტი ერთად არც ვიდგებით ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში ოპონენტები ვიქნებით ერთმანეთის, მაგრამ დღეს ვდგავართ აი აქ და წინ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მეტი არავინ. და მეორე საკითხი ასე უნდა ვთქვა მიხეილ სააკაშვილის ხარდამჭერებისთვის, რა მნიშვნელობა აქვს, ვინსად გამოაცხადეს მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა პოლიტპატიმარი. რა მნიშვნელობა აქვს ამ თემის ხელახლა აწიოყებას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიშას პლაკატი არ ჩამოხიონ და მის ხარდამჭერებს იქ მისცენ დგომის უფლება, როგორც ყველა ნებისმიერ მხარდაჭერს და მისი პლაკატი არ დახიონ და ასე შემდეგ. თორე ნებისმიერი აქციის მონაწილე გამოაცხადებს თუ არა მის ახალ და გვარს. რატო ეს ესეთი მნიშვნელოვანი? ანუ პოლიტპატიმრები ჯიზე თუ არ წერია, მიშა არ არის პოლიტპატიმარი? ან თუ არ გამოაცხადებენ არ არის პოლიტპატიმარი, ამიტომ შევეშვათ ამ თემას და ნუ ვაძლევთ ქართული ოცნების მაჯღან გულშემატკივრებს ქილიკის და გულის მოფხანის შესაძლებლობას და საშუალებას, მაგრამ თუ ვთანხმდებით რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, მაშინ მე არ მომწონს, მე არ მინდა და ეს არ არის სწორი. არ არის სწორი და კიდევ ერთხელ ვამბობ, გაუმარჯოს მაკო გომურს და გაუმარჯოს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საკუთარ წყენებს, ბრას, შეხედულებებს, მეს უკან წევს და ამბობს ჩვენ და ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ საბედნიეროდ. დიდი მადლობა ყველა სამბრძოლისთვის.